გამარჯობა. დღეს ვისწავლით ფინჯნის ან თეფშის დასადგამის მოქსოვას. ხშირად მეკითხებიან, რომელი ძაფი ჯობია რომ გამოვიყენოთ მოსაქსოვად. მე ვარჩევდი ალიზ ძივას ან მაკრამეს ყველაზე წვრილ ძაფს დაუშვათ ნომერი 2. შეგვიძლია აგრეთვე გამოვიყენოთ ნებისმიერი ბამბის ძაფი და უკეთესი იქნება თუ ძაფში იქნება ბამბისა და ხელოვნური ნართის აკრილის ნარევი. ვიწყებთ ამირგურუმის წრით. ამირგურუმის წრე, შეხედეთ როგორ გადავკიდე საჩვენებელ თითზე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ხო? X-ი გამოვიდა პირველ ძაფში შეუყარე, გამოვაძვრენ, პირველ ძაფში შეუყარე, გამოვაძვრინე მეორე ძაფი და მოვქსოვე ჰაეროვანი, რომ არ გამექცეს ეს წრე, არ დამეშალოს. ანუ ერთი ჰაეროვანი მოქსოვილი გვაქვს, დაუმატეთ 2 ჰაეროვანი. სულ გვაქვს 3 ჰაეროვანი. რატომ 3 და არა 4, ან 2, ან 1? რიგში რომელიც არის ყველაზე მაღალი სვეტი და ამ რიგში იქნება ყველაზე მაღალი სვეტი ერთნამატიანი, იმის შესაფერისი კედელი უნდა გავაკეთოთ, ხოლო ერთნამატიანის კედელი 3 თვალია. არსებობს გამონაკლისი, როცა 2 თვალსაც ხმარობენ, მაგრამ ეს შემთხვევები ძალიან იშვიათია. როგორც წესი, ერთნამატიანის კედელი 3 თვლიანია. 3 თვალი გავაკეთეთ, კიდევ 3 დავუმატოთ. 1, 2, 3, გამოვიდა 6. 1, 2, 3, 4, 5, 6. შემდეგ გვსოვთ ერთნამატიანს. შეხედეთ, ძაფი გადავკიდოთ გარედან შიგნით, შევედით ამირგურუმის წრეში და როგორც ვიცით, ერთნამატიანი იქსოვება 2 ეტაპად. ჯერ 2-ს გვსოვთ, მერე 2-ს. ამის შემდეგ 3 ჰაეროვანი უნდა მოვგზავნოთ და ისევ ჩავდივართ ამირგურუმის წრეში და ერთნამატიანს გვსოვთ. შეხედეთ, 2 თაღი გვაქვს უკვე გაკეთებული. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა 5 თაღი, როგორ 3 ჰაეროვანი, ერთნამატიანი, 3 ჰაეროვანი, ერთნამატიანი და ასე შემდეგ. ნახეთ, მოქსოვილია 5 თაღი. 5 თაღი. 1, 2, 3, 4, 5. გამოვწიოთ ძაფი, რათა ეს შუა ნახრეთი შევამციროთ. შემდეგ მოვგზავნოთ 3 ჰაეროვანი და კედლის მესამე თვალში 1, 2, 3 შევდივართ ისე, რომ 2 ძაფის ქვემოთ შევუყაროთ ყაისნაღი, გამოვიტანოთ თვალი და ერთმანეთში გავაძვრინოთ ეს თვლები, ანუ შემაერთებელი თვალი გავაკეთეთ. ამის შემდეგ ვაკეთებთ გადაცოცებას, ანუ უნდა მოვხვდეთ, აქედან უნდა მოვგზავნოთ თაღიდან, ამიტომ თაღში შევდივარ, შეხედეთ რამხელა ნახრეტია და ადვილია შეძვრენა და ისევ შემაერთებელ თვალს ვაკეთებ. როგორც ხედავთ, აღარა ვართ ზედ ამ კედელზე, გადავცოცდით პირველ თაღში. ამის შემდეგ გავაკეთოთ 3 ჰაეროვანი და 4 ერთნამატიანი. ანუ რადგან ეს კედელიც სვეტია, გამოდის რომ 5 სვეტს ვაკეთებთ, ხო? 1 იყო კედელი და 4 ერთნამატიანი. ნახეთ, 1, 2, 3, 4, 5. ამის შემდეგ ვსოვთ 2 ჰაეროვანს და შემდეგ სვეტში 5 ერთნამატიანს, 2 ჰაეროვანს, შემდეგ სვეტში 5 ერთნამატიანს და ასე შემდეგ. ბოლო მე-6 თაღში ვასრულებ ერთნამატიანებს. ერთნამატიანების ჯგუფს, როგორც ვიცით, 5 ერთნამატიანს ვაკეთებთ თითო თაღში. მოვგზავნებ ბოლო ერთნამატიანი, შემდეგ 2 ჰაეროვანს მოვგზავნებ და კედლის მესამე თვალთან ვაერთებ. ასე. უკაცრავად
მოდით ეხლა კედლის მესამე თვალთან კი არა, ცოტა დაბლა შევაერთოთ კედლის მეორე თვალთან და აგიხსნით რატომ. აი შემთხვევა გამონაკლისი, როცა მესამე თვალთან არ შევაერთებთ. ორი ხაეროვანი გავაკეთეთ და კედლის მეორე თვალთან შევაერთოთ. აი ასე. ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ კედლისთვის 3 ხაეროვანი და შეხედეთ აი სად არის ნახრედი, აი ამ ნახრედში, აი აქ უნდა ჩავიდეთ. ნამაც ვაკეთებთ და ჩავდივართ ამ ნახრედში. ანუ რა გამოვიდა, აი ესე ჩანს, რომ ერთი ადგილიდან 2 ერთნამატიანი გავაკეთეთ. შემდეგ დააკვირდით, აი შემდეგში ეს პატარა ნაწნავი რომ არის, უკვე 3-ჯერ ვაკეთებთ თითოში ერთ ნამატიანს. თითოში თითო ერთ ნამატიანს. აი 3-ჯერ გავაკეთეთ თითოში თითო და ბოლო, აი თითქოს მე-4-სა და მე-5 შორის არის, ნახეთ? აი სად უყრი, ნახეთ, როცა შეუყრი აქ ნაწნავია ხოლმე. აი ზემოთ დააკვირდით და ბოლოში ერთ ნახრედში, ერთ თვალში ვაკეთებთ 2 ერთნამატიანს. ეხლა როგორ გამოგვივიდა, რომ დავაკვირდეთ. პირველად ერთ თვალში 2 ერთნამატიანი, მერე 3 თვალში თითო ერთნამატიანი და ბოლოშიც ნახეთ ერთ თვალში 2 ერთნამატიანი. ანუ მატება იყო თავში და ბოლოში. ამის შემდეგ ვაკეთებთ 3 ხაეროვანს და აბა ვნახოთ სად უნდა შევიდეთ, სად უნდა შევუყაროთ. აი ეს ხომ არის ერთნამატიანი. აი ამის თავზე ოდნავ მარჯვნივ არის აი ესეთი ნაწნავივით, ხო? აი ზუსტად აქ უყრით. აი ნახეთ? და იგივეში კიდევ ერთ ნამატიანი. ანუ რა გამოვიდა? ერთ ადგილას 2 ერთნამატიანი მოვგზავნეთ. შემდეგ 3 თვალში თითოში თითო ერთნამატიანი მოვგზავნოთ. გამიქცა. თითო ერთნამატიანი მოვგზავნოთ და ბოლოში ნახეთ ერთ ნახრედში 2 ერთნამატიანი. სულ 7 გახდა. ამის შემდეგ 3 ხაეროვანი და იგივე პრინციპით ბოლომდე მოვგზავნოთ. ანუ ამ ჯგუფებს შორის 3 ხაეროვანია. ახლა მეც მალე დავამთავრებ ამ რიგის მოგზავნას. აი ასე, ახლა 3-ჯერ თითოში თითო. და ბოლოში, როგორც თქვით, ერთ თვალში 2. იყო 5, ხომ? რადგან თავში და ბოლოში მატება გქონდა, გახდა 7. ბოლო დამჭა. 3 ხაეროვანი გავაკეთე. აი შეხედეთ სად შევდივარ. აი ეს ხო არის? აი ამის. აი ესე. იგივეში უნდა შევიდე. იმიტომ რომ თავიდან ერთ ნახრედში 2 გვაქვს მოსაგზავნი. მერე 3-ჯერ თითოში თითო და ბოლოში ერთ ნახრედში 2. აი ასე. ეხლა 3 ხაეროვანს გვსვოვ და ვაერთებთ. შეხედეთ სად ვაერთებთ. აი მესამე
კედლის მესამე თვალთან. ой, ნამატი არ მინდოდა აქ. და შემაერთებელი თვალი იცით როგორც იქსოვება. 1, 2, 3 კედლისთვის მოვგზავნე. ეხლა აქ მატება არ გვჭირდება. თითო ერთნამატიანზე 1 ერთნამატიანი უნდა მოვგზავნოთ და ეს უნდა იყოს 7, ხო? 7 იყო და 7 უნდა დარჩეს. ეხლა გადავითვალოთ. ეს არის პირველი. აი, ჯობია აქედან დავიწყოთ გადათვლა. პირველი ხომ ეს უნდა იყოს. ნახეთ, 1, 2, 3, 4, 5, 6. ანუ საიდან ვიწყებთ? აი, აქედან ვიწყებთ. საერთოდ რო გავარკვიოთ ხოლმე, ჯობია აი სადაც უნდა დამთავრდეს მოგზავა, იქიდან დავიწყოთ გადათვლა. ანუ თითოს თავზე თითო ერთნამატიანი უნდა გავაკეთოთ. აი ასე, რამდენი გამოგვივიდა, შემდეგში დავითვალოთ, რა თქმა უნდა, გამოვა სწორად. იმიტომ რომ ჩვენ წინასწარ გადავითვალეთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ამის შემდეგ ვაკეთებთ სამჰაეროვანს. შემდეგ აი აქ თახს ხედავთ, ხომ? აი ამ თახზე მაქვს ლაპარაკი. ნამატი შიგ თახში შევდივარ და ერთ ნამატიანს ვგზოვ. ისევ სამჰაეროვანს ვგზოვ და აი საიდან ვიწყებთ, კიდევ თუ ეს შეკითხვა გაგიჩნდა, დაიწყეთ გადათვლა. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ჩვენ ხო 7 გვინდა. ესე იგი, სადაც დავითვალეთ მე-7, იქიდან ვიწყებთ მოგზოვას. საერთოდ ასე ჯობია ხოლმე, როცა გზოვთ, გადავითვალოთ, რომ მერე განსხვავებულ ადგილებზე არ მოხდეს ეს ჯგუფები. აი ასე. საერთოდ ყაის ნახს თვლა უყვარს. გადავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. შვენიერია. კიდევ ვაკეთებთ სამჰაეროვანს, მერე თახში შევდივართ, ერთ ნამატიანს ვგზოვთ, ისევ სამჰაეროვანს ვაკეთებთ, კიდევ გავიხსენოთ როგორ ვითვლით, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და ვხედავთ სადაც უნდა შევიდეთ და ასე მოვგზოვოთ ბოლომდე. ბოლო ჯგუფს ვგზოვ, 1, 2, 3, შევდივარ თახში, ერთ ნამატიანს ვაკეთებ, კვლავ 1, 2, 3, აი ნახეთ, აი, ესეც შევდივარ, აი. გადათვლა უკვე ვიცით ჯგუფში როგორ ხდება და არ გაგვიჭირდება მაგ თვლის მონახვა. ვეცადოთ ერთნაირი სიმაღლის გავაკეთოთ. აბა გადავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. შემდეგ რას ვაკეთებთ? სამჰაეროვანს, თახში შევდივართ, ერთ ნამატიანს ვგზოვთ და ისევ სამჰაეროვანს. სამი ჰაეროვანი მოვგზავნეთ. ეხლა ჩვენ უნდა შევაერთოთ კედლის მესამე თვალთან. აი, გავაკეთეთ შემაერთებელი თვალი. ამის შემდეგ მოვგზავნთ სამჰაეროვანს. ნახეთ, სამჰაეროვანი. შემდეგში დააკვირდით, მოვგზავნეთ მხოლოდ 2.
2 თვალი, რომელიც ყაის ნაღზე იყო გადაკიდებული. ნახეთ? და შემდეგი გავატაროთ ერთმანეთში. აი ესეთი მოგზოვა გავაკეთოთ. შემდეგ ვგზოვთ ერთ ნამატიანებს და როდესაც დარჩება 2, ნახეთ მოსაგზოვი, აი ასე ვგზოვთ, დააკვირდით, ბოლომდე არ ვგზოვთ ერთ ნამატიანებს, 3 დაგროვდა და ერთად გამოვიღეთ. გადავიდეთ შემდეგზე, 4 ჰაეროვანი უნდა მოვგზოვოთ და აი ამ ერთ თვალში, ზუსტად აი ამის თავზე, ერთ ნამატიანის თავზე, 3 ერთ ნამატიანი უნდა მოვგზოვოთ. 3 ერთ ნამატიანი, ანუ ერთ თვალში 3 ცალი. ისევ 4 ჰაეროვანი და მოვედით აი აქ. შეხედეთ, არ ვგზოვთ ბოლომდე ამ ერთ ნამატიანს, მხოლოდ ერთ ეტაპს ვგზოვთ, ანუ 2 თვალი გამოვგზოვეთ და ისე შევდივართ შემდეგში. შეხედეთ, ნამატი და შევედით. აქაც აი ასევე შევდივართ და მერე 3-ს ერთად ვგზოვთ. გავაგრძელოთ კიდევ. აი ასე. თითოში თითო მოვგზოვოთ და როცა დარჩება 2 მოსაგზოვი, აი 1 და 2, აქაც თითო ეტაპებს მოვგზოვთ. აი შემდეგ აღარ ვგზოვ, ხო? ისევ ნამატს ვაკეთებ, შევდივარ, ამ 2-ს გამოვგზოვ და 3-ს ერთად. რა ხდება? ესენი ისევ მცირდება, ამ თვლების რაოდენობა. უკვე ყვავილის ფურცლის ფორმას იღებს. გავაგრძელოთ შემდეგში, ესე იგი 4 ჰაეროვანი, მერე ერთ თვალში მოვგზოვოთ 3 ცალი ერთ ნამატიანი. შეხედეთ, როგორ ვგზოვთ. 3 ერთ ნამატიანი, ისევ 4 ჰაეროვანი და დავიწყოთ ნამატი. შევედით თვალში, გამოვიყვანეთ, აი აქ 3 ცალი გვაქვს, მარტო 2-ს გამოვგზოვთ, შემდეგში კიდევ შევედით, მარტო 2-ს მოვგზოვთ და 3-ვეს ერთად. გავნაგრძოთ, მანამ ვგზოვთ, სანამ 2 არ დაგვრჩება 2 თვალი მოსაგზოვი. ანუ 2 სვეტის ზემოთ. აი 2 დაგვრჩა მოსაგზოვი, ხო? აი 1 და 2. ეხლა ვაკეთებ ნამატს, შევდივარ, მხოლოდ ერთ ეტაპს ვგზოვ, არ ვამთავრებ ბოლომდე გზოვას, ამასაც არ ვამთავრებ ბოლომდე გზოვას და მერე 3-ვეს ერთად გამოგზოვ. რა ხდება? ნელ-ნელა იკლებს რაოდენობა. ეხლა რამდენი მაქვს? 1, 2, 3, 4, 5, 6, არა, რამდენი გამოდის? 5 გამოდის უკვე. ეს 2 ხო ერთად ითვლება უკვე, ეს 2-ც ერთად. აი 1, 2, 3, 4, 5. 1, 2, 3, 4, 5. ისევ 4 ჰაეროვანი. გავაკეთოთ ერთ თვალში 3 ერთ ნამატიანი. აი ასე. შემდეგ ისევ 4 ჰაეროვანი და დავიწყოთ ისევ კლება. აქ იყო 7, ჩვენ უნდა გავხადოთ ნელა 5. ანუ შევედით პირველში, გამოვიყვანეთ თვალი და ერთ ეტაპს ვგზოვთ. ანუ დაუმთავრებელი ერთ ნამატიანი. კიდევ დაუმთავრებელი ერთ ნამატიანი, დაგროვდა 3, არა, 3-ვეს ერთად გამოვგზოვთ.
შემდეგ სამჯერ თითო თვალში თითო. ნახეთ, აი ასე. მერე დაკვირდით, დაგვჭა აი ორი მოსაქსოვი. ანუ შევდივარ, დაუმთავრებელ ერთნამატიანს ვაკეთებ, კიდევ შევდივარ, დაუმთავრებელ ერთნამატიანს ვაკეთებ, 3 გვაქვს და მოვგსოვ ერთად. აი ასე ჩავიდეთ ბოლომდე. შეხედეთ რა ლამაზი გამოდის, უკვე შეემჩნა რაც გამოდის. აი გავაკეთეთ ბოლო 4, ნახეთ ბოლო 4 ღაეროვანი და მოდით შემაერთებელიც გავაკეთოთ მესამე კედლის მესამე თვალში. ამის შემდეგ 3 ღაეროვანი გავაკეთოთ, შევდივართ შემდეგ თვალში ნამატით, ხო? და არ გვსვათ ბოლომდე დაუმთავრებელი. ნახეთ, დაუმთავრებელი ერთნამატიანი და ეხლა ერთმანეთს გადავაცვათ. აი ასე. შემდეგ გვსვათ ჩვეულებრივ ერთნამატიანს, შემდეგ ეს 2 უნდა გავაკეთოთ დაუმთავრებელი, აი ასე, 3 თვალია ყაისნახზე და გამოვგსოვოთ ერთად. ამის შემდეგ უნდა მოვგსოვოთ 6 ღაეროვანი. 1, 2, 3, 4, 5, 6. შემდეგ თითო სვეტზე თითო ერთნამატიანი, აი შუაში წინა რიგში ხო გავაკეთეთ 3 ერთნამატიანი, თითოზე თითო ერთნამატიანი, ისევ 6 ღაეროვანი, აი ასე 6 ღაეროვანი, გადამივარდა შტატივი. ეხლავე და კვლავ შევდივართ, დავაკვირდეთ სად შევდივართ, პირველში შევდივართ, დაუმთავრებელი მოვგსოვეთ, ხო? კიდევ ნამატი შევდივართ, დაუმთავრებელს მოვგსოვთ და 3-ვე ერთად გამოვგსოვოთ. მერე 1 დამთავრებული გავაკეთოთ, ხო? აი, დავამთავრეთ ბოლომდე და 2 კვლავ დაუმთავრებელი. შეხედეთ როგორ უკვე დავიწროვდა ფურცელი. აი, ნახეთ, რა ლამაზი ფორმა მიიღო. ზუსტად ისეთი ფორმა, რომელიც ჩვენ გვინდა. შემდეგ 6 ღაეროვანი, თითოში თითო, თითოში თითო, აქ ნუ ჩვეულებრივ დამთავრებული, თუ არ გეტყვით, რომ დაუმთავრებელია მოსაქსოვი, ესე იგი ჩვეულებრივი ერთნამატიანი უნდა მოვგსოვოთ. აი, ნახეთ. მერე ისევ 6 ღაეროვანი, 6 და რას ვაკეთებთ? ესე იგი პირველში რომ შევდივართ, დაუმთავრებელს გვსოვთ, კიდევ შევდივართ შემდეგში, დაუმთავრებელს გვსოვთ და 3-ს ერთად გამოვგსოვთ. მშვენიერი დახრილობა მივიღეთ. შეხედეთ რა ზუსტი დახრილობა მიდის. მერე მოვგსოვოთ სრული ერთნამატიანი და კვლავ 2 დაუმთავრებელი ერთნამატიანი. ისევ 6 ღაეროვანი. ხედავთ, რომ კედლის ადგილი ცოტა განსხვავებულად იქცევა ხოლმე. ვცდილობ, რაც შეიძლება ლამაზი იყოს კედლიანი ფურცელი. 6 ღაეროვანი მოვგსოვე, ამ 3 ერთნამატიანზე თითოზე თითო დამთავრებული, ჩვეულებრივი ერთნამატიანი, ისევ 6 ღაეროვანი, ხო? ცოტა გავასწორო. ანუ, აი, სად შევდივართ კიდე რომ დააკვირდეთ, აი, სადაც ამათი შეერთება მოხდა.
იმის თავზე. დაუმთავრებელი და ერთად მოქსოვა. შემდეგ ერთნამატიანი ჩვეულებრივი, შემდეგ ორი დაუმთავრებელი, ერთნამატიანი გავაკეთოთ და ერთად გამოქსოვა. ისევ 6 თვალი, 1, 2, 3, 4, 5, 6, სწორია. მერე 3 ერთნამატიანი და ისევ რას ვაკეთებ 6 თვალს. ერთი დაუმთავრებელი, 2 დაუმთავრებელი, 3 ერთად. შემდეგი დავამთავრეთ. დაუმთავრებელი უნდა გამეკეთებინა და ბოლომდე მოვქსოვე. ანუ ეხლა 2 დაუმთავრებელი გვინდა. რატომღაც მაგონდება ხოლმე ტაქსი გეცოდინებათ ფილმი რომ არის პოლიციის უფროს რომ კომპიუტერს ასწავლიან. ერთი თვალით იქ ჩაიხედე ეკრანზე, ერთი თვალით კლავიატურაზე, აი ზუსტად ეგრე ვიხედები, ხან მობილურს უყურებ, რომ ზუსტად ჯუაში გამოჩნდეს ნაკსოვი, ხან ჩემ ნაკსოვს უყურებ ერთი თვალით მობილურს, ერთი თვალით ნაკსოვს და ბოლოს დავბრუნ მეხვევა ხოლმე. არ ყოფილა ადვილი ვიდეოების ჩაწერა. ეხლა 3 ერთნამატიანი, 6 ჰაეროვანი, 2 არასრული ერთნამატიანი, 3 ერთად მოვქსოვე, მერე 1 სრული ერთნამატიანი, 2 არასრული, რას ნიშნავს, ხო, ერთ ეტაპს გხსოვთ. აი დარჩა 3 წელი ერთად მოვქსოვეთ. ისევ 6 ჰაეროვანი, აქ ჩვეულებრივად სრული ერთნამატიანები იქსოვება, ანუ ერთნამატიანი 2 ეტაპად იქსოვება, ხო? 2 ერთად, 2 ერთად. ეხლა ისევ 6 ჰაეროვანი და მოვედით უკვე შემაერთებელ თვალთან, ნახეთ. აი, უკვე მოვქსოვეთ. სად უნდა შევაერთოთ? კედლის მესამე თვალთან. აბა შევაერთოთ. შევედით კედლის მესამე თვალში, გამოვიტანეთ თვალი და გავაკეთეთ შემაერთებელი. ნახოთ რა გამოგვდის. შვენიერია. ძალიან კარგი გამოგვივა სავარაუდოდ. შევაერთეთ. აი ნახეთ, შევაერთეთ და მოვქსოვოთ კედელი. ვიცით რომ სამთვლიანი კედელია, იმიტომ რომ ყველა რიგებში არის ერთთვლიანები. ეხლა ნამატი გავაკეთოთ, შევედით და არასრული ერთნამატიანი მოვქსოვოთ. ასევე შემდეგშიც არასრული ერთნამატიანი და 3 ერთად გამოვქსოვოთ და შეხედეთ უკვე აი ეს ფურცელი ქვია, ხო, ყვავილის ფურცელი. შეხედეთ რა ლამაზი გამოვიდა. ძალიან ლამაზი ფურცელი გამოგვივიდა. გადავიდეთ შემდეგზე. 5 ჰაეროვანი უნდა მოვქსოვოთ და აი ამ არკაში ჩავიდეთ. არ იწვალოთ რომ ზუსტად თვალში შეუყაროთ, შეგვიძლია შიგარყეში შეუყაროთ და ერთნამატიანი მოვქსოვოთ. ეს აუცილებლად შუა ნაწილს იპოვის და ზუსტად ჩაჭდება. არის სიტუაციები, სადაც ზუსტად თვალში უნდა შევიდეთ, თვალში უნდა მოვქსოვოთ.
ამ შემთხვევაში შეგვიძლია არ მოვგზავნოთ თვალში. ეხლა შევდივართ, აი ნახეთ ეს 3 რომ არის პირველში და არასრული მოვგზავნოთ. არასრული. მეორეშიც შევედით, კიდევ არასრული მოვგზავნოთ, მეოთხეშიც შევედით, კიდევ არასრული მოვგზავნოთ და ერთად გამოვგზავნოთ. ამათაც რაღაც აი შეხედეთ პატარა ფურცლის ფორმა მიიღო. ეხლა ისევ 5 ჰაეროვანი და 1 ერთნამატიანი მოვგზავნეთ. 1 ერთნამატიანი. შემდეგ ისევ 5 ჰაეროვანი 5 და ვიწყებთ. პირველში შევედით, არასრული მოვგზავნეთ. მეორეში შევედით, გადავახტი. მეორეში შევედით, არასრული მოვგზავნეთ. მესამეში შევედით, არასრული ერთნამატიანი მოვგზავნეთ და ყველა ერთად გამოვგზავნოთ. აი ასე. აი ასე გამოვიდა. შემდეგ 5 ერთნამატიანი. აი ასე. კიდევ 5 ერთნამატიანი. პირველში შევედით, არასრული მოვგზავნეთ. მეორეში შევედით, არასრული. მესამეში შევედით, არასრული. დაგროვდა 4 და მოვგზავნეთ აი ასე 4. ეხლა გადავედით შემდეგზე. მოვგზავნოთ 5 ჰაეროვანი. თაღში შევიდეთ, ერთნამატიანი მოვგზავნეთ. 5 ჰაეროვანი მოვგზავნოთ. პირველში შევედით, აი ასე მეორეში. 1 წუთი, 5 ჰაეროვანი მოვგზავნეთ. არასრული უნდა მოვგზავნოთ. აი, არასრული. მეორეშიც არასრული, მესამეშიც არასრული და ერთად გამოვგზავნოთ. და გამოვიდა ესეთი წვეტი. და ასე გავნაგრძოთ ბოლომდე. აი მეც რიგის ბოლოში გავდივარ. ანუ პატარა ფურცელს ვაკეთებ ახლა. არასრული ერთნამატიანებით და უახლოვდები რიგის დასაწყის, ანუ კედელს. 5 ჰაეროვანი შევდივარ თაღში, კიდევ 5 ჰაეროვანი. შეხედეთ, უკვე ბოლოსკენ გავედით. მოვგზავნეთ 5 ჰაეროვანი და დაგვრჩა შემაერთებელი. შევაერთოთ. აი აქ ზუსტად აი ამ წვერზე, აი აქ ჯობია ალბათ. ახლა აი ნახეთ. აი აქ ახლა მოვიტანო ცოტა. აი აქ შევიდეთ. და გავაკეთოთ შემაერთებელი. ყოველთვის ვცდილობ, რომ კაის ნახის ზემოთ, როცა უყრი, თვალში 2 ძაფი იყოს და ამას დავეცებ ხოლმე. ეხლა გავაკეთოთ 3 ჰაეროვანი. მე შეხედეთ, არკაში ჩავდივარ 3 არასრულ ერთნამატიანს გვსოვ. აი 3 არასრული, რამდენი გახდა 4.
4-ს ერთად გამოვგზო. შეხედეთ, შემდეგ უნდა მოვგზოვო 3 ჰაეროვანი. დაკვირდით აი ამის ძირში როგორ შევალ, აქ რო 2 ძაფია, შევალ, გამოვიტან თვალს და ერთმანეთში შევაერთებ, ისევ 3 ჰაეროვანს გავაკეთებ და უნამატოს ვაკეთებ აი ამ სვეტზე. ნახეთ, აი ამ სვეტზე უნამატო. აი ასე. ისევ 3 ჰაეროვანი, მერე თაღში 3 არასრული, ერთი წუთი, არასრული ერთნამატიანი, აი ასე მოვგზოვე, გახდა რამდენი? 4 თვალია, ხო? ერთად მოვგზოვთ, შემდეგ 3 ჰაეროვანი, აი აქ ძირში შევიდეთ, ძირში და მოვგზოვოთ შემაერთებელი თვალი, ისევ 3 ჰაეროვანი და სად ვაკეთებთ ეხლა უნამატოს? აი ზუსტად ამის წვეტში, ზუსტად აი ამ ფოთლის წვეტში შევდივართ და უნამატოს გსოვთ. ისევ 3 ჰაეროვანი, თაღში 3 არასრული ერთნამატიანი, 4 დაგროვდა მოვგზოვე, 3 ჰაეროვანი, შემაერთებელი თვალი გავაკეთოთ, პაწაწინა რაღაც გამოდის, აი შემაერთებელი თვალი და 3 ჰაეროვანი, რომელსაც ჩავამაგრებთ აი ამ ერთნამატიანის, ჩავამაგრებთ არა, უნამატოს მოვგზოვთ ერთნამატიანის თავზე. შეხედეთ, როგორი დამთავრებაა უკვე, ეს გავასწორო ლამაზად. აბა შევეცადოთ მოვგზოვოთ ბოლომდე. ანუ ყველა თაღში კეთდება 3 ჰაეროვანი, მერე თაღში შევდივართ, 3 არასრული ერთნამატიანი, შემდეგ ვსოვთ 3 ჰაეროვანს და ამ 3 ჰაეროვანის ძირში შემაერთებელ თვალს გსოვთ, შემდეგ 3 ჰაეროვანი და მაგრდება ხან აი ამ პატარა ფურცლის თავში და ხან ამ ერთნამატიანის თავში. აი ამ ადგილებში. შეხედეთ, აი ამ ადგილებში არ მაგრდება, ბოდიშით კიდევ წამოვწდა, უნამატო იგზოვება. მოდი, ცოტა კიდევ გავაგრძელებ გსოვას, რომ რამე კითხვები არ დარჩეს, ესე იგი 3 ცალი რომ მოვგზოვე, მერე შევდივარ თაღში, ვაკეთებ 3 არასრულს, 4-ს ერთად მოვგზოვ, 3 ჰაეროვანი, აი ზუსტად ძირში შევდივარ და შემაერთებელ თვალს ვაკეთებ, 3 ჰაეროვანი და სად ვაკეთებთ უნამატოს? აი ამის წვეტზე, დაიმახსოვრეთ ერთი ადგილი. აი იცით რატო გეუბნებით ერთი ადგილიო? აი აქეთაც თითქოს შეიძლება შეუყაროთ, აქეთაც. აი ამოირჩიეთ, ან ყოველთვის აქეთ გააკეთეთ, ან ყოველთვის აქეთ. აი მე ვაკეთებ დაუშვათ, მოდით მეც აქეთ ხარეს გავაკეთებ, ეს უფრო ლამაზი იქნება სავარაუდოდ წვეტი. აბა ვნახოთ, კი, მარცხნი უფრო ლამაზად გამოვა. შემდეგ ისევ 3 ჰაეროვანი, თაღში შევდივართ და 3 არასრულს ვგზოვთ. 4 რომ დაგროვდება, ერთად გამოვგზოვთ, 3 ჰაეროვანს გსოვთ და შემაერთებელ თვალს აი ასე გამოვგზოვთ, ისევ 3 ჰაეროვანი და ეხლა სად მოვიდა? ახლა მოსაგზოვია უნამატო ზუსტად ამ წინა რიგში რომ ერთნამატიანი მოვგზოვეთ. ერთნამატიანი, ანუ შევყაროთ და
უნამატო მოვგზავნოთ. ანუ ერთნამატიანის თავზე უნამატო მოვგზავნეთ. აქაც უნამატო გამოვა, აქაც, ანუ ყველგან უნამატო. და ყველგან იგზავნება ერთი და იგივე ჯგუფი. ეს ჯგუფი რისგან შედგება? 3 ჰაეროვანი, 3 არასრული ერთნამატიანი, მერე იგზავნება აი ეს პაწაწინა 3 ჰაეროვნისგან, ჩამაგრება ხდება დასაწყისში და ისე იგზავნება 3 ჰაეროვანი, შემდეგ უნამატო. გისურვებთ წარმატებებს. მე მგონი ლამაზი გამოგვივა, ესეც კარგი გამოვიდა, აი განსაკუთრებით მომწონს ეს ფურცლები. ძალიან კარგი წვეტი გამოუვიდა ამ ფურცლებს. ეს ალბათ უნდა მოიგზავნოს 6 ცალი ან 12 და ძალიან კარგი საჩუქარი იქნება. გისურვებთ წარმატებას. შემდეგ შეხვედრა.